Oh, pichები ხაშუაში ყოფილი. ვაკო. ზორო! და დედები. დაგიმარჯოთ სანდროს YouTube-ის subscriber-ებო. ხო და არ ვიცი. გამარჯობა. ჩვენ აგვინთება ნაცისფერს და რეზულტატ ბავშვების კონცერტი იქნება. როდის? ის ზოდა ბავშვები ვაფშე მაგარი. ამ ცხოვრების დედამო. მადლობა უთა. დღეს არ ვაპირებდი ლოგის გადაღებას, მაგრამ ცოტა მუზაზე მოვედი. დღეს არის 2024 წლის 14 დეკემბერი და ვაპროტესტებ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას. კანიც გამიშრა. ხო. ვაპროტესტებ საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევას რიგით მე-6-ესი და ეს პროტესტი გამოიხატება იმაში, რომ ხალხი შეკრებილი არის პარლამენტის წინ და ცდილობენ, რომ განდელები მომდევნო. ეს ზონდერი გამოაშკარავებულია. მოჭიდავე ბერძნულ რომაულ სტილით. გამოსავალი რაშია არ ვიცი, მაგრამ ეხლა ჩვენ გავესაუბრებით მოქალაქეებს. გვერდთან მხარდამჭერთა გუნდის გოგონებით. ასე. კი. მოჭიდავით გავესაუბროთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. რას ფიქრობ დღევანდელ აქციაზე საქართველოს ახალ არჩეულ პრეზიდენტს? საქართველოს ახალი არჩეულ პრეზიდენტი არის ძალიან ღირსეული პიროვნება, კარგი სპორტსმენი, ძალიან სიმპათიური კაცი, ნამდვილი ქართველი წარმოსადეგი ადამიანი. აქ აქციაზე მოვედი ახლა რომ დავხედო სიტუაციას და აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში არიან. დარბევა დაიწყო. დამატებითი ჯგუფები შერბიან ახლა ეპიცენტრში. ხედავთ, აი აქ რობოკოპებიც გამოიყვანეს უკვე. სასტიკად უსწორდება ერთ-ერთი მოქალაქე. მოხდა. რაღაცა ძალადობრივი დაჯგუფებები ჩვენ გავესაუბრებით ახლა თვითმხილველებს. ბატონო, ესე იგი საკუთარი თვალით გავინახე. ორი ადამიანი დაეტაკა ერთმანეთს, ყველაფერს ჰქონდა პოლიტიკური პრეტექსტი. საზოგადოება დაძაბულია, როგორც ხვდებით, პოლარიზაციის ხარისხი ძალიან მაღლა იწევს. შაგერთვებით მომავალში როგორ გამვითარდება აქციის მოვლენა. You better watch out. You better not cry. Better not do it. Oh,